Ჩამოდით, მხოლოდ სტუმრად. დროშის და რუსული დათუნიას გარდა ბათუმში რუსულ გენშტაბთან ქართული ღვინო და პურმარილი მიიტანეს. ჩვენ გვინდა ისინი გავაცილოთ ისე, როგორც მივიღეთ. პურმარილით, სიმღერით, ცოტა ადრე რო წასულიყვნენ. ნამდვილად უფრო დიდი ხალხმრავლობა იქნებოდა, უფრო კარგი და დღეს ურთიერთობაც დარეგულირებული იქნებოდა რუსეთთან. გზას დაულოცავდა. საქართველოში, როდესაც ჩამოვართ, ჩვენ დავხვდებით სუფრით, ქართული ტრადიციებით და სტუმრად ისე ველოდებით ჩვენ. მეგობრებად ვჩებით, მეზობლებად ვჩებით. არასამთავრობოების საგამოჩენამდე გვიან ღამით მატარებელი დაიძრა. მასზე 54 ერთეული სამხედრო ტექნიკა ბათუმის ბაზიდან რუსეთისაკენ გაემართა. А когда мы вам не говорили? სამხედროებმა ჯერ არ იციან, თუმცა ხელშეკრულების მიხედვით ბოლო ჯარისკაცმა ბათუმის ბაზა 2008 წლის ოქტომბრამდე უნდა დატოვოს. 30 წლის ტანკი უკვე 10 წელია ბათუმთან ახლოს რუსულ ბაზაზე დგას. თუმცა 2 წელიწადში მას ამ ტერიტორიის დატოვება მოუწევს. ტანკები ბოლოს პირველ ეტაპზე გადის ბორულებიანი ტექნიკა. სულ ბათუმიდან წელს 300-მდე ერთეული ტექნიკა 5 ეტაპად გავა. პირველ ეტაპზე 45 ერთეული, მეორეზე და მესამეზე 40 ერთეული, ხოლო მეოთხეზე 48 ერთეული. მეხუთე ეტაპზე მხოლოდ ცისტერნები გავა. ეს ყველაფერი 13 ივლისამდე უნდა მოხდეს. სამი სამხედრო ბაზა ბათუმის ტერიტორიაზე მეორე სამამულო ომამდე აშენდა და უკვე 75 წელია ფუნქციონირებს. საჭიროა რომ გავიდნენ. რატო? იმიტომ რომ საქართველოში უნდა ცხოვრობდეს და უნდა იყოს ქართული ის რა ქვია არმია. არ ვიყავ მე მაგალითად მომხრე რომ ეს ჩვენი ჯარი ეს რუსის ჯარი გასულიყო. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ოჯახის იგი უფროსი იყო და საქმებული იყო ხელფასი დროულად ყველაფერი. სამხედრო ბაზებზე ჯარისკაცები ჯერ არ გასულა. ქართული თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით დღეისათვის ბათუმში 1500-მდე რუსი სამხედრო რჩება.